მე თქვენი სტუდიიდან დღეს შემიძლია თამამად უთხრა ახალგაზრდა თაობას, რომ მე ერთი რიგითი მოქალაქე. აი ეს თქვენი გოგონა შავთეთრი ფოტოდან, ნანა მახარაძე. ყველა იმ ბიძიების და დეიდების სახელით, ვინც მაშინ 9 აპრილს იქ ვიდექით. მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა თაობას ვერ დავახვედრეთ ისეთი ქვეყანა, როგორცაც იმსახურებენ. ეს მართლა ჩემი უდიდესი ტკივილია, იმიტომ რომ პირველი ტკივილი არის ის, რომ საოცრად გახლეჩილია დღეს ჩვენი ქვეყანა. საოცარი შუღლია, რაღაც აი საშინელი ბოროტება ადამიანს, როცა ერთმანეთის სიკეთე არ უხარია. ეს ალბათ ყველაზე რთული რამ გვჭირს დღეს. ერთადერთი იმედი ჩემი და დარწმუნებული ვარ ამაში არიან ის ახალგაზრდები, აი ეს ფერადები, ის განათლებულები, უსაზღროდ თამამები, უსაზღროდ თავისუფლები. ისინი ამ გამარჯვებას დაარქმევენ სახელს და გამარჯვებას, რა თქმა უნდა, საქართველოს ერქმევა. ამდენი სიცოცხლე სადღაც გამოუშვებს თავის ხილს. აი ამდენი ქვეყნისთვის შეწირული ადამიანი. ის თესლი აუცილებლად ამოღვივდება. და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანას აქვს აი ეს ბედისწერა, რომ რაღაც ისეთი ქვეყანა ვარ, თითქოს აი ყოველ დღე თითო გმირი იბადება ამ ქვეყანაში. და რა უნდა მოერიო საქაურობას.